ღმერთმა დაგნოსოთ გაგახარო სულიერი ძალა მოგცეთ გადაგელახოთ ყოველი წინააღმდეგობა ყოველი ბრძოლა რაც გვაქვს ამ ცხოვრებაში ძნელია მაგრამ სულის ხსნისათვის აუცილებელია ის რაც ადამიანის ყოველდღიური საფიქრალია ყოველდღიური საზრუნავია და ავსებს ჩვენ მიწიერ ცხოვრებას ეს ყოველდღიურად უფლის მადლით გადალახვადია არ არსებობს ისეთი ძალა ისეთი შესაძლებლობა რომელსაც შეიძლება უწოდოთ მარტო ჩემია და პირადად საკუთრად ჩემია ეს ძალა და მარტო ჩემია და მარტო ჩემი რაღაცა საკუთრება არა ყველაფერი რაც ღმერთმა მოგცა ღვთისაა და ღმერთი გვაძლევს იმ ძალას რომ ყოველგვარი საზრუნავი ყოველგვარი საფიქრალი ყოველივე რაც აღავსებს ამ ჩვენი მიწიერი ცხოვრების სიმძიმეს გადავლახოთ ამ ღვთისაგან მოცემული იმუნიტეტი ძალით სულიერი ძალით რომ მარტო თავით ისე ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებთ და ყველა ადამიანი მოიქცეს ღვთის ცნების მიხედვით მოიქცეს ისე როგორც ღმერთი გვავალებს და ისე როგორც ისე უყუროს სამყაროს ისე უყუროს მოყვას ისე შეხედოს საკუთარ თავსაც როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვავალებს და გულისხმობს ამას თავის ჭეშმარიტ ღვთის გამოცხადებულ სწავლებაში და ყველა ადამიანი მიუბრუნდეს ჭეშმარიტად საკუთარ თავის იმ ხატებას რომელიც ღმერთმა მისცა მას რომ მსგავსება შეიცნოს ღვთისა და მიემსგავსოს მას უნდა კარგავს და ჩვენ თავს უფრო ჩავარდნოთ უნდა ვკარგავთ იმ მარცხ ღვთისას იმ ხატებას რომელთა უნდა მივიწყებთ მას სადაც სულის მიხულებულ კუთხეში ჩავაგდეთ გავწევთ გადავაგდეთ მას მივშევავიწყებთ მას იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ამ ცხოვრებაში ამაო საზრუნავი ყოველთვის მიუჩენს ეს ამაო საზრუნავი ამ მიწიერი ცხოვრების ამოება ყოველთვის ჩააჭუჭებს მის წელზე სადღაც მარგინალიზაციას გაუკეთებს იმ ხატებას რომელიც მოგვეცა რათა მსგავსებას ვერ მივახციოთ და ზუსტად ეს იქნება ნეგატივისა და ბოროტის ძალის წისქვილზე წყლის დასხმა და შემიყვანებ ჩვენ გასასწრებს არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან ამიტომ შესაბამისი თავარი ადგილი მიუჩნევთ პირველ რიგში იმ ცოცხალ ხატებას ღვთისას რაც მოგვეცა ჩვენში რათა უფალი რომელიც მას ხელში შეისხა და მოვიდა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისას რომ კაცად სრული კაცი როგორც მოვიდა და მთელი მისი მადლით ღვთაებრივი ძალით სრული ღმერთი და სრული კაცი მოვიდა და მოგცა საშუალება იმისა რომ არ დავითრგუნოთ არ დავიპრესოთ არ დაბლოკირდეთ არ ჩავიძიროთ ამ ცხოვრების ნაკადში არამედ ამას სოფლის წინააღმდეგ ნაკადისა სასწაულებრივად გამოვიდეთ ყველა დამკვირვებიდან და წინვიაროთ და წინ წავიდეთ. რა თქმა უნდა, ძიმეა ჩვენი ცხოვრება ზოგჯერ თავს არ დავცემთ ის და ზოგჯერ ხოლმე ვფიქრობ როგორ გადავლახავ მე ამათ წინააღმდეგობას, ამათ უსკროლს, ამათ რაღაცა დამკვირვებას, მაგრამ ის აუცილებლად ღვთისა გვაძლევს საშუალებას უფალი რომ ყველა უსკროლი გადავლახოთ რწმენითა და ცოდვითა და რწმენის ორი ფრთით. და ეს ზუსტად ყველა ჩვენთაგანი ამ სასწაულის მოწმენი ჩვენს ცხოვრებაში და განსაკუთრება შეიძლება ყოველთვის შეგვარ აფხედა უფალი და როგორ გვაძლევს ყველაფერს როგორ უცხალობს ჩვენ და ჩვენ ერთად ვჩება რომ მადლობით შევეგებოთ მას და ნუ იქნებით რომ გვევაგის სახარებაში უცნობელი და მძიმენი გულით მე გაცნობიერებული მქონდეს და მსუბუქი განწმენდილი გულით და გონებით შევხედოთ ამ ცხოვრებას და ამას გისურვებთ რომ ყველაფერი ის დასაბამებულისა დასაბამებული ყველაფერი სიგელისა უფლის ძალა ჩვენს ცხოვრებაში და მინდა რომ ეს იდუმალი მიუწვდომელი ტრანსცენდენტული ძალა რომელიც ჩვენთვის შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და ამ სწრაფმავალ სიცოცხლის ცხოვრებაში ძალას იმ სულიერ ასე ვთქვათ შეძლებას მხნეობას გვაძლევს ყოფილიყოს ჩვენში და ყველა ჩვენს სადაც მივდივართ ყველა ადგილას სიმცის ლოკაციაში სადაც მივდივართ ყველგან ჩვენში ყოფილიყოს ეს უზარმაზარი პოტენციალი სულიერი ძალის ქრისტეს ძალის და მაშინ ყველაფერს განვინახავ და ხსნილი ისე და უფრო მსუბუქი და თბილი იქნება რამე თუ მოვედი ჩვენ და ყოველი მაშვადი და თვითმძიმენი და მე განგისვენოთ ყველგან ამბობს უფალი ეძიებთ და ყოთ ირეკლიდან განგეღოთ და ის ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ. ის როცა ვეზიარებ ჩვენში შემოდის და ჩვენ კიდევ მასში ვართ და ქრისტიანს ჩვენ შორის და აღზრდა იყოს.